რატომ მუშაობენ ზოგიერთი ადამიანები მთელი ცხოვრება და მაინც ღარიბები რატომ არიან? პასუხი ერთ სიტყვაშია: კვადრატი. რობერტ კიოსაკი ამბობს, რომ ფული ერთნაირად არ მუშაობს ყველა ადამიანისთვის. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ მხარეს გახარ. ფულის ნაკადის 4 კვადრატი არსებობს. პირველი ეს არის I, ანუ დაქირავებული. დრო ფულზე გაცვლილი. მუშაობ ერთხელ ფასზე, შემოსავალი შეზღუდულია, თუ არ იმუშავე ფული არ არის. ეს ადამიანები არიან უსაფრთხოდ, მაგრამ თავისუფლების და ფულის გარეშე. მეორე, ეს არის S, ანუ თვით დასაქმებული. შენ ხარ ბიზნესი, მეტი კონტროლი, მეტი სტრესი, თუ შენ გაჩერდები, ყველაფერი გაჩერდება და ეს ადამიანები არიან დამოუკიდებლები, მაგრამ მათ მაინც არ აქვს დრო და არც ბევრი ფული, რადგან თვითონ აკეთებენ ყველაფერს. და მესამე B, ანუ ბიზნესის მფლობელები. სისტემა მუშაობს შენს მაგივრად. გუნდი, პროცესები, შენ არ ხარ შეუცვლელი. აქ იწყება ნამდვილი თავისუფლება და ადამიანებს აქვთ ბევრი დრო, ბევრი ფული და ისინი იღებენ ახალ ემოციებს. მეოთხე, ეს არის I, ანუ ინვესტორი. ფული მუშაობს შენს მაგივრად. აქტივები, პასიური შემოსავლები, დრო ძალიან ბევრი, ფული ძალიან ბევრი, ყველაფერი შენია და აქ შენ მართავ ფულს და არა პირიქით. კითხვა მარტივია: დღეს სად ხარ შენ? და ხვალ სად გინდა რომ იყო? შეგიძლია დამიწერო კომენტარებში, ან თუ არ ეთანხმები ასევე ეგეც დამიწერე.